სალამი. მოკლედ ამ ვიდეოში მინდა განვიხილო პარასკევის ტრეიდი. ჯერ დახაზული არ მაქვს ეტაპი, დავხაზავ ყველაფერს და პარალელურად იმასაც გეტყვით, საიდან გამომდინარე შევედი ტრეიდში. დიდ ტაიმფრეიმზე რო გადავიდეთ, ვართ კონსოლიდაციაში რა. და ზოგადად, კონსოლიდაციაში ტრეიდი არასდროს არ არის კარგი. მაგრამ გამოცდილი როცა ხარ, კონსოლიდაციაში ტრეიდიც მარტივია, როცა შედარებით დიდ ტაიმფრეიმზე გაქვს კონსოლიდაცია რა. ამ დროს მარტივი არის უბრალოდ პატერნული, რა თქმა უნდა, მარკეტს პატერნებით არასდროს არ უნდა შევხედოთ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც იმეორებს ხოლმე მარკეტი ხშირად ერთმანეთის მიყოლებით. მარტივად რო ვთქვათ, კონსოლიდაციის დროს ძირითადად წინა გაკეთებულ ჰაიებს და წინა გაკეთებულ ლოუებს უმიზნებს ხოლმე რა. სვიპავს liquidity-ს იღებს და საპირისპირო მიმართულებით მიდის თან ძალიან დიდი რეაქციით. რისი გამოყენებაც უნდა შეგვეძლოს ტრეიდერებს. ეხლა ამ მოძრაობის მაგალითზე რომ ვნახოთ, აქ ლოუები და ჰაიები რა წერტილშიც აქვს გაკეთებული, მაგ ადგილებს ვერ ტეხავს ერთი სიტყვით რა და იმ კონკრეტულ ადგილებში დაგროვებულ liquidity-ს რო იღებს ხოლმე მიდის საპირისპირო მიმართულებით. წინა გაკეთებულ ლოუს ეხება, ამ შემთხვევაში არ გასვიპა და დიდი რაოდენობით liquidity დააგენერირა კიდე პლუს მომავლისთვის. მე ავიდე ზევით და ინტერნალი მოხსნა, აქ მაღალი ტაიმფრეიმის order block-ში შევიდა, აქედან რო დარეჯექტა, ისეთივე ძლიერი მოძრაობით ჩამოაგდო მარკეტი და აქ რა თქმა უნდა, ან იმას ველოდით რომ გატეხავდა და უფრო დაბლა ჩავიდოდა, მაგრამ სანთლის დახურვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად დავინახეთ აქ რომ equal low-ები ქონდა და liquidity აიღო, კარგი ხნის დაგენერირებული და აქედან საწვავი ქონდა მარკეტს რომ ძალიან ჩვეულებრივად ერთი დიდი მოძრაობით ასულიყო მაღლა. რასაც ვხედავთ წინა მოძრაობებზეც, როგორ აკეთებდა ხოლმე ამ წერტილებიდან რა. ხუთშაბათს ქონდა holiday, სავაჭრო დღე არ იყო, მაგრამ ხუთშაბათს აიღო ერთი სიტყვით ეს liquidity, რაც ქონდა ამ ადგილას. ხუთშაბათს რო liquidity აიღო, ერთწუთიანზე setup-იც მოგცა აქ long-ში შესვლის, აგერ სტრუქტურა შეიცვალა, gap-ის დააინვერჟენა და აქედან შეგვეძლო long-ში შესვლა, მაგრამ ხუთშაბათ დღეს ძალიან უაზრობა იქნებოდა აქ ტრეიდი რა ზოგადად. შეგეძლო პატარა ტრეიდების დაჭერა დაბალი რისკით, მაგრამ ესე დღეს ჯობია საერთოდ დაატრეიდო. ჩარტიდან გამომდინარეც კი ხედავ რატომაც. ეს დღე რო დამთავრდა და შემდეგი დღე გაიხსნა, ერთი დიდი მოძრაობით ადის მარკეტი მაღალ მხარეს რა, აზიის სესიაზე. და აქედან გამომდინარე დაგვიტოვა დიდი გახსნილი gap-ი, რომლის შევსებაც სავარაუდო იყო თუ კიდე უფრო მაღლა და მაღლა აპირებდა წასვლას, რაც დღის ბოლოს გააკეთა. ეხლა აქედან გამომდინარე რომ დავაკვირდეთ, დღე გაიხსნა, სანთელმა დაბლა მანიპულაცია არ გააკეთა და მიდის მაღლა, ხო? მაღლა ტარგეტი ექნებოდა წინა დღეების liquidity და მაგ ზევით იყო fair value gap-ი 4 საათიანიც, 1 საათიანიც და 15 წუთიანიც, თითქმის ერთნაირი ნიშნებოდა ყველა time frame-ზე. საკმაოდ ძლიერი ზონა იყო. თან ზევით კიდე liquidity ქონდა, სადაც იყო 3 თუ 4 equal high რა. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ალბათობა ქონდა, რომ აქედან მარკეტი სწრაფად აიბუსტებოდა და ავიდოდა მაღლა. აქ დაგვიტოვა SMT მარკეტმა წინა დღის high მოხსნა, წინა დღის და ოთხშაბათის high მოხსნა. ES-ზე თუ გადავალთ, პირიქით არის, ვერ მოხსნა ეგ high და გააკეთა SMT. ხო, აქ კიდევ რაც მინდა გითხრათ, რომ უშუალოდ კონცეპტებს დეტალურად არ ვხსნი. უბრალოდ ვილაპარაკებ setup-ზე და ჩემ იდეაზე რატო შევედი ტრეიდში. დანარჩენი თვითონ კურსის და mentorship-იც იდეალურად იხსნება ეს ყველაფერი, ყველანაირი სტრატეგია იქნება, კონცეპტი თუ ინდიკატორი, რასაც ვიყენებ მე. აქ უბრალოდ მინდა რომ უფასოდ მიმოხილვა კონდეს ხალხს, თუ რისი შესწავლა შეუძლია საფუძვლიანად mentorship-ში რა. და სხვათა შორის აქ ახლა რასაც ხსნი, ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დევს რა. ესეთ ინფორმაციებს უფასოდ საქართველოში არ ვიცი რამდენად ნახავთ, თან ქართულ ენაზე. დიდი time frame-ის SMT გვაქვს აქ, რაც კიდევ ერთი confirmation-ია იმის, რომ მარკეტი დაბლა წამოვა და რაღაც internals მაინც დაათარგეთებდა ყველა ვარიანტში. externals, რა თქმა უნდა, აღარ დავათარგეთებდით, იმიტომ რომ არანაირი ახსნა აღარ ექნებოდა მარკეტზე იმისა თუ აი რატო უნდა ჩამოსულიყო აქ სიტყვაზე. თავისი გასაკეთებელი გააკეთა, მოხსნა ეს ლოუები და მიდის მაღლა. ამას რო ხედავთ, გადავდივართ ერთწუთიანზე. ერთწუთიანზე, liquidity. ნახეთ რომ მოხსენით, შევედით fair value gap-ში და აქ გქონდა SMT ჩვენ, თუ სწორედ მახსოვს. ხო,
აი ეს იყო S&P-ის ადგილი. ხო, სანამ S&P გვექნებოდა, აქ გქონდა წინა დატოვებული fair value gap-ი, რომელიც დააინვერჟენა და გახდა inversion fair value gap-ი. მაგას პლუს ამავდროულად შეცვალა სტრუქტურა, წინა low-ზე დაბლა დაიხურა და ეს ადგილი იქნება order block-ი. აქ უკვე ძალიან ბევრი confirmation-ი გვაქვს, D time frame-ის S&P, liquidity sweep-ი, fair value gap-ში ვარ შესულები და შემდეგ გვაქვს უკვე S&P პატარა time frame-ზე. Trade-ში შესვლა უკვე აქაც შეგვეძლო, თუნდაც order block-ის 50%-ში, მაგრამ ცოტა ხანი დაველოდე რომ მენახა უკეთესი რეაქცია და ჩემი entry იყო სადღაც აი აქ ეს. Stop-ი რა თქმა უნდა წინა high-ზე გამოვიდა ეს 13 point-იანი stop-ი. და აქედან უკვე target-ი, პირველი target-ი 90 point-ი გამოდის ეს. ნუ რა თქმა უნდა break-even-ის წერტილიც ქონდა. აი აქ ამ low-ს ჩამოსდა თუ არა, გადავედით ეგრევე break-even-ზე. აქ იყო break-even-ი, აქ იყო პირველი target-ი და ნუ პარსალებით ვაჭრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრეიდინგში ზოგადად. იმიტომ რომ მარკეტს ახასიათებს ჩვენთან თამაში და ხშირად ადის ხოლმე break-even-ზე და იქიდან ისევ აგრძელებს ხოლმე იმ მოძრაობას. ამიტომ პროფიტების აღება გზადაგზა ძალიან მნიშვნელოვანია რა. უფრო კომფორტულადაც იქნები და შეგიძლია საერთოდ დატოვო ჩარტი და თავისი გასაკეთებელი გააკეთოს. ხო, პირველი target-ი იყო აქ 90 point-ზე. აქ გამოვიდა სადღაც 50% ორდერების. შემდეგი target-ი უკვე იყო ამ low-ზე და აქ გამოვიდა თითქმის 80% კონტრაქტების და ბოლო target-ი იყო აი ეს fair value gap-ი 50%, ოღონდ fair value gap-ის 50%. თან იმასაც ვაკვირდებოდი, რომ აი ამ liquidity-დან თან ნუ აი ძალიან ახლოს გვაქვს liquidity და equal low-ები არის ესენი. შესაბამისად, აქ იმასაც ველოდებოდი, რომ მარკეტი მაღლა ამოტრიალებულიყო. ამიტომ სტრუქტურას შეიცვლიდა თუ არა, ეგრევე გამოვიდოდი რა, მეტხანს აღარ დავაცლიდი. საბოლოო target-ი, დღის target-ი, ნუ დღის target-ი ფლად არა, იმიტომ რომ ამას ველოდებოდი, რამოდენიმე დღე რო გაწერილიყო, თან პარასკევს არ მეგონა ამ ხელა მოძრაობა რომ მოხდებოდა. უბრალოდ იმდენად ძლიერად ჩამოვიდა, მე უკვე ძალიან მარტივად მომეჩვენა, რომ ამ target-საც აიღებდა რა. ერთი სიტყვით, აქ stop-იც ჩამოიწია, რა თქმა უნდა, წინა high-ზე და აქ სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად გამოვედით მარკეტიდან რა. ზუსტად 50%-ზე fair value gap-ის დარეჯექტდა და სავარაუდოდ ორშაბათს კიდევ წავა მაღლა მარკეტი, თან ნიუსი იყო, მესამეც იწყება და იმედია გადავრჩებით. ხო, აქედან კიდევ ჩვეულებრივად შეგეძლო მეორე ტრეიდში შესვლა სიტყვაზე აი ეს მოძრაობა თუ გამაზე და ყველაზე ცუდი რაღაცა ტრეიდერმა რაც შეიძლება გააკეთოს და დარწმუნებული ვარ აი ამ დღეს ძალიან ბევრმა დაკარგა აკაუნტები FOMO-ს გამო, ძალიან ბევრმა დაკარგა, დარწმუნებული ვარ აკაუნტები. უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა ეს მოძრაობა გამაზა და იმის გამო რომ გონია რომ ესეთი დღე აღარ დადგება, კარგავენ აკაუნტებს. რაც არასწორია. აქ უკვე შეგვეძლო მეორე ტრეიდში შესვლა. ძალიან ჩვეულებრივ, იმიტომ რომ დღიურ target-ს მიაღწია არის, სადაც გვინდოდა რომ მიაღწია და საიდანაც დიაში თავიდანვე მინდოდა რომ ჩამოსულიყო და პარასკევს longs ვაპირებდი ვიდრე shorts და ნუ აი გვაქვს იდეალური target-ი, საიდანაც შეიძლებოდა გალონგვა, D time frame-ის PDR-ები გვაქვს. აქედან იდეალური rejection-ები რამოდენიმეჯერ, inversion-ი გვაქვს, fair value gap-ი გაგვიკეთა, სტრუქტურა შეგვიცვალა, fair value gap-ში ჩამოვიდა გატესტა და აქედან წავიდა მაღლა. რა თქმა უნდა, რაღაც არანორმალური target-ები უღარ გვექნებოდა, იმიტომ რომ მარკეტმა დღის მოძრაობა გააკეთა და იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პარასკევს შეეფერება ხოლმე. მაგრამ აქედან მინიმუმ ამ მოძრაობის 50% მაინც შეგვიძლია დაგვეთარგეთებინა რა. 50-60% და 79 ესე ქონა და take profit-ები მარტივად შეგვეძლო. სულ ეს იყო დღეისთვის, თუ ესეთი განხილვები მოგწონს, მეც мотиваციისთვის likes მიმერტყი, მეტი არაფერი არ მჭირდება შენ მხრიდან, ხო? და თუ გინდა რომ ეს ყველანაირი კონცეფტი, რასაც გამოვიყენე და კიდევ ბევრი კონცეფტია, რასაც ვიყენებ, უფრო უკეთესად ისწავლა ძირფესვიანად ასე ვთქვათ, თან ქართულად რაც ვთავარია, შემოდი Discord-ზე ჩემთან და დეტალურად გაიგებ იქ ყველაფერს. Peace.